ის რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ჩვენს ქვეყანაში ქართული ოცნების ხელში და ის რაც გუშინ დღეს მოვლენები განვითარდა ეს ყველაფერი არა მხოლოდ სამშობლოს ქვეყნის სახელმწიფოს სამსახურში მყოფი ადამიანების იქნებოდა უკვე საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ხვალ გამოეცხადებინათ, რომ ჩვენ ვერ გამომკლავდით ქვეყნის მართვას, გადავიჩეხეთ სრულიად სამარცხვინო, მიუღებელ, უკანონო, ამორალურ ურთიერთობებში, გადავდეთ გვერდზე ქვეყნის საზრუნავი, ეროვნული ინტერესი, სახელმწიფოს ინტერესი და ამიტომ მივდივართ. ამას იტყოდა არა მხოლოდ სამშობლოს და ქვეყნის და სახელმწიფოს მოყვარული ადამიანები, უბრალოდ თავმოყვარე ადამიანები იტყოდნენ ამას. იმიტომ რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ და ყველა ის ფიგურანტი, რომელიც უკვე გაჟღერდა, ან რომლის თაობაზეც სრულიად დასაბუთებული ეჭვი შეიძლება კონდეს მოქალაქეს, ყველა მათგანი მიუხედავად იმისა, ვის რა როლი აქვს, ვინ როდის რა ნაბიჯი გადადგა, თუ რა ჩაიდინა, შეუგზავნა, თუ წაიკითხა, თუ შეუთანხმდა და ასე შემდეგ. აქ ყველაფერთან ერთად, უკანონობასთან ერთად, კიდევ მეორე, სახელმწიფოს საერთოდ დავიწყებასთან, ერის, ქვეყნის, საკუთარი შვილების მომავლის, ყველაფრის დავიწყებასთან ერთად, საკუთარი თავმოყვარეობა აქვს ამ ხალხს დაკარგული. და ამიტომ არიან ისინი ასე სუპერ სახიფათო. ამიტომ გვიმზადებენ ხოლმე ყოველ რაღაცა, რა ვიცი, ორ კვირაში ერთხელ, ერთ თვეში ერთხელ, სრულიად მიუღებელ, მოუთმენელ ამბებს, რომელსაც ვერანაირი მხრიდან, ვერანაირი იდეოლოგიური კუთხით, რისი მიმდევარიც არ უნდა იყო, აღმოსავლეთში ეძებდე საქართველოს უკეთეს მომავალს თუ სამხრეთში თუ სადაც გინდა ეძებდე, უნდა ელემენტარულად შეხედოთ, ვის ხელშია ეს ქვეყანა. ვის ხელშია ეს ქვეყანა? ადამიანების, რომლებიც ასეთი გარჩევებით არიან დაკავებული, ასეთი შეთანხმებებით არიან დაკავებული, ასეთი მოლაპარაკებებით არიან დაკავებული, ასეთი ერთმანეთზე ზეწოლით არიან დაკავებული, ვისაც ასე ესმით ქვეყნის ინტერესი. ხო, ახლა დღევანდელ წერილში გვესმის სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე თავის დროზე არ ვიბრძოლე და ასე შემდეგო ვიღაცა ამბობს. ეხლა ხვალ ვიღაცა გამოვა თავის ვერსიას მოგვიყვება. საქმე იმაშია, რომ ეს პროცესი, ეს ქმედება ხელისუფლების უკვე აი ცალკე შესწავლის საგანი იქნება დარწმუნებული ვარ მომავალში, იმიტომ რომ ის არ ჯდება არც ავტორიტარიზმის ჩარჩოებში, არც ტოტალიტარიზმის, არც დიქტატურის, არაფრის. ეს არის აი პატარა ბავშვები, რომ თამაშობენ ხოლმე რაღაცა სახლობანას და გართულნი არიან ამითი და ინტერესი არის ერთადერთი პერსონალური საძალაუფლებო ინტერესები და პერსონალური გამდიდრების და რაც შეიძლება მეტის მოხვეჭის ინტერესები. ესაა მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩემი ის რო იყოს, მე ეს რომ შემეძლოს რაღაც 1-5-10 წუთით ყველას, ვინც უკვე დიდი ხანია მისულია იმ დასკვნამდე და იმ აზრამდე, რომ ეს ხელისუფლება უბრალოდ ცუდი ხელისუფლება კი არ არის, ეს ხელისუფლება სახიფათო ხელისუფლებაა. უკვე ბოროტების, სიძულვილის მხოლოდ მთესავი კი არ არის, კიდევ მკეთებელია და არა მხოლოდ გარეპოლიტიკური ოპონენტების მიმართ და წინააღმდეგ, არამედ ერთმანეთის შიგნითაც და ასე შემდეგ. ამიტომ მათ ვთხოვდი, რომ რამე უფრო, რა ვიცი, ცოტა მსუბუქი და სახალისო რამე ენახათ ტელევიზიით და ოცნების დღევანდელ მომხრეებს თხოვდი ცოტა ხანი იქნებ ერთად ვიმსჯელოთ იმ უბედურებაზე, რასაც ახლა ჩვენ ქვეყანა ვართ. აი ცოტა ხანი საღი თვალით აზრით შევხედოთ ამ ამბებს, იმის მიუხედავად მე რას ვლაპარაკობ ოპოზიციაში, ვინ რას ამბობს, ვინ მოგწონს, ვინ არ მოგწონს. აი ვიზეც ამბობ, რომ მომწონს, ხმა მივეცი, ხოლაც მისი იმედი მაქვს. აი მას ცოტა ხანი მდუმარეთ კარგად დააკვირდი. რატომ? ან ეს წერილი წაიკითხე, ან ის პასუხი წაიკითხე, ან გეორგიევსკის ტრაქტატის თემის ახლა უცებ წამოწევა გაიაზრე, რა შეა საქმე? ისტორიის რაღაც ახლა წაიკითხეს? თუ გეორგიევსკის ტრაქტატი ორისთვის ხომ არ ემზადებიან და ეს ხომ არაა მატერიალური ოცნება? ანუ იმისთვის რომ თავი გადაირჩინონ, იყურებიან გარშემო ერთადერთი შემფარებელი პერსონალურად მათი და არა ქვეყნის, ხედავენ სადაც გეორგიევსკის ტრაქტატის მეორე მხარემ მაშინ აღუთქვა ამ ქვეყანას რაღაცეები, ლამაზი სიტყვებით შეამკო ეს ყველაფერი და ახლა აქეთ მიყავთ საქმე.
რომ ესე იგი ტერი ვინ არის დასავლეთია დასავლეთისგან ყველაზე უკეთ ვინ დაიცავს საქართველოს ანუ მათ პერსონალურ ინტერესებს იქეთ გეორგიევსკის ტრაქტატის შესაძლო ახალი მონაწილე ანუ ერთი მხრივ ამითი არიან დაკავებული ქვეყანას მიათრევენ უკან საუკუნეებით უკან ეხლა 10 წლეულებით და რამდენიმე წლით უკან კი არა ამისთვის ამზადებენ ნიადაგს და ამაში სწორედ მათი იმედი აქვთ ვინც დღემდე ყველაფერ ამას ყლაპავდა, ხარშავდა, ივიწყებდა და ასე შემდეგ. აი მათთან არის აუცილებელი საუბარი ამ ყველაფერზე. რაშია საქმე? კი, მაგრამ როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს, პრაქტიკულად ყველა პრემიერი ან გააქციეს, ან დაივიწყეს, ან ციხეში ყავთ, ან საციხეში ყავთ გამზადებული და ამასობაში კარგ საქმეს აკეთებენ. ანუ როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს? ან ის მილიონებს იპარავდეს, ის ათეთრებდეს, ვიღაცა ამას თავის დროზე არ მიჭერდეს და როდესაც თქვენი სტუდიიდან ძალიან კონკრეტული კითხვები დაისვა, მახსოვს ეგ მომენტი, როდესაც აი ეს თვითფრინავის, კერძო თვითფრინავის ქირავობის ამბავი რო იყო ღარიბაში. ყველა ის ამბავი, რასაც ყვებოდით, პრინციპში წამოეწია. ესე იგი, ამ თემებს თავის დროზე რომ იქცეოდა ყურადღება ან პოლიტიკური გუნდის მხრიდან, ან კოლეგების მხრიდან, ან სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ხომ ეს ყველაფერი იქნებოდა დაზღვეული. ხომ ადამიანები არ ჩათვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ გამკითხავი არავინ არის, რასაც ხელს მოვკიდებდა, სადაც ხელი მიმწვდება, იმდენს მოვიპარავ და ასე შემდეგ. ხო, ასე რომ აქ ბევრი ვერსია არსებობს, მე არ მინდა ძალიან დეტალებში ჩავსვლა, უბრალოდ ფაქტია, რომ ამ პროცესში მაინც იქნებ ჩემი ძვირფასი თანამოქალაქეები რა ვიცი მე მეზობლები თუ კოლეგები თუ ადამიანები ვინც დღემდე ხვალინდელი საქართველოს თაობაზე იმედს ამყარებს ამ ხალხზე ვინც ამითია დაკავებული ამ რაღაცეების შექმნით მე იმ თვალთმაქცობებით მე ჩვენს გვამყოფებს ამ ვითარებაში რომ ხო აი ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ ახლა და ეს არის მთავარი. დანარჩენი მე მგონი ყველაფერი ნათელია. კი ბატონო, გეორგიევსკის ტრაქტატი ახსენეთ თქვენ და პრაქტიკულად დღეს ვრცელი ბრიფინგი მოვისმინეთ ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით და რაღაცა უფრო ფართო სურათში რომ დავინახოთ, ეს რა მომენტში რა დროს ხდება, ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსული პროპაგანდაც აქტიურად საუბრობს ტრაქტატზე, აი ამ რაღაცა ისტორიულ მეხსიერებას აღვივებს და აცოცხლებს. ეს ხდება პარალელურად რა დროსაც შემოვიდა რუსოფობიის ცნება, ანუ საქართველოს მოქალაქეს, რომ მტერთან აქვს შეუთავსებლობა, ეს აღიქმება რუსოფობიად, ასე ვთქვათ, და ეს ხდება მაშინ, როდესაც საწვავის ამბავს გებულობთ, ხო? ოკუპირებული ტერიტორიების მისამართით მიდის საწვავის, ხო, ძალიან საინტერესო კითხვა-პასუხი ჰქონდა დღეს რუსუდან დუბაძეს და ირაკლი კობახიძეს ამასთან დაკავშირებით, სადაც კობახიძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ იცოდა ამის შესახებ, ოღონდ არ დაინტერესდა, ვინ იყო დამკვეთი, ასე გამოუვიდა. ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში ნიშნავს თუ არა, რომ რაღაცისთვის ემზადება, რაღაცას ტესტავს ქართული ოცნება, თუნდაც ისეთ რამეს, რაც არ გაუტესტავს 28 ნოემბერს. ანუ ისე გააკეთეს ეს განცხადება მოწმენდილცაზე და მიიღეს ის, რაც მიიღეს. სრულიად აშკარაა, რომ ბოლო ხანებში ოცნება დაკავებულია რუსეთისადმი მათთვის არასასურველი განწყობების ნიველირებით საზოგადოებაში. ეს ერთ კარგ ამბავზე მიანიშნებს. მათ იციან, რომ საზოგადოების, ქართველების, ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც ოცნებისკენ იყურება ჯერ კიდევ, არავითარ შემთხვევაში ყველა მათგანი არ იყურება რუსეთისკენ ამავდროულად. ამითია გამოწვეული იყო დღემდე მათი პროევროპული რიტორიკის დონეზე ხო მათ არასდროს არ უთქვამთ, რომ არ გვინდა. ისინი ამბობენ, რომ ასე არ გვინდა, ისეთი არ გვინდა. ხო, ანუ მაგრამ ამასობაში დროშა მაღლა ეჭირათ, ოდიახ ჩვენ მზად ვართ და ასე შემდეგ. რატომ აკეთებდნენ ამას? მე და თქვენ რო გაგვეგო, ჩვენ მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერცერთ არჩევნებს ვერანაირად იმ დონეზე ვერ გააყალბებენ, რომ გამარჯვება გამოაცხადონ.
მოსახლეობის ამ ნაწილს ოცნება კი შესაძლოა ურჩევნია სხვებს, მაგრამ რუსეთი არ ურჩევნია თავის მომავლად და ხვალინდელ დღედ. აი ამ ადამიანებთან დაკავშირებით იყო ჯერ პროევროპული სიტყვიერი რაღაცეები, ამასობაში ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ ევროპისგან იზოლაცია მომხდარიყო და დემოკრატიული დასავლეთისგან, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა საჭირო გახდა, რომ თავისი მომხრეების ამ ნაწილში შეასუსტონ რუსეთის მიმართ ის ობიექტური განწყობები, რაც რომელიმე ერთ მოვლენას კი არ უკავშირდება. ეს უკავშირდება მრავალსაუკუნოვან ისტორიულ პროცესს, რომლის განმავლობაში სრულიად ცალსახა იყო, რომ დიახ, რუსეთი მზად იყო მოევლო გარკვეული თვალსაზრისით და ეპატრონა კოლონიური საქართველოსთვის. ეს რუსეთის იმპერიის გუბერნია იქნებოდა თუ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი შემადგენელი რესპუბლიკა, რა მნიშვნელობა აქვს? ამისთვის რუსეთი მზად იყო, რომ თავისი რესურსი გამოეყო კოლონიური საქართველოს სარჩენად და ეგრეთ წოდებული სხვებისგან დასაცავად. ანუ რა, ექსკლუზიურად კოლონია რომ ისი ყოფილიყო. კი, რა თქმა უნდა, თურქეთთანაც საზღვარი ააშენა და სხვებთანაც თავის დროზე და ხო, იქიდან მტერი აღარ შემოვა. ოღონდ მე დამემორჩილე და სანაცვლოდ სხვებს ჩამოგაცილებ. ახლა ეს კონცეფცია ამ ხალხის თავში, რომელიც უკვე დიდი ხანი აღარ არის არც ნორმალური, არც სახელმწიფოებრივი, არც ზნეობრივი, არც ჭკვიანური, რა ვიცი, არც მოქალაქეობრივი, არც ქართული და არაფერი. მათ თავში ახლა სიტუაცია ასე ყალიბდება, რომ ხო, ესე იგი, საქართველოს დღევანდელ ვითარებაში მათ გაუჭირდებათ ხელისუფლების შენარჩუნება, იმიტომ რომ მოსახლეობის მათი მხარდამჭერის ძალიან დიდი ნაწილი ნელ-ნელა სვამს კითხვებს, რომ რა ხდება, სად მივდივართ. ხო, ახლა ამიტომ დაჭირდათ ეს რიტორიკა, რომ ვითომ ვიღაცა, ესე იგი, რუსი ეროვნების ადამიანებს ან დასდევდა, ან დასდევს და ან ამას ქმნის. ეს ერთი მხრივ ქულების ჩაწერაა სადღაც იქეთ, მეორე მხრივ ვითარების შემზადება ამისთვის. სხვა ახსნა ამ მოვლენას არა აქვს. 18-21 წლების საქართველოს თაობაზე გინახავთ რამე სპეციალური ბრიფინგი მათ მიერ მოწყობილი. იმ საამაყო 3 წლის, როდესაც დამოუკიდებელი გახდა ქვეყანა, როდესაც მე-19 საუკუნის პროცესში მომწიფებული აი ეს სწორედაც თანამედროვე ევროპული თავისუფალი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტები გაჩნდა. იქ სოციალ-დემოკრატები იყვნენ, ვიღაცა ისინი არ მოწონდა და ამას თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ის საქართველო თავისი ინსტიტუციური მდგომარეობით, თავისი სტანდარტებით ცხოვრების, მე არ ვიღლები ამ მაგალითის მოყვანით, შეიძლება ახლა დღეს რა დოშეგარიო, მაგრამ ყოველთვის ეს არის, უნდა გავიხსენოთ ხოლმე. პირველი მოწვევის პარლამენტის არჩევის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ ჩხეიძე პარიზში იმყოფებოდა, აქ არ იყო და მას ვიცე-სპიკერი წერს წერილს, კერძო წერილს. ჩავატარეთ პირველი სხდომა, აგირჩიეთ თავმჯდომარედ, ყველაფერი კარგად არის, დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ ჩვენს პარლამენტს ერთი დიდი ნაკლი ექნებაო. და ეს ნაკლიო ძალიან ხელშეგვიშლის, რომ პარლამენტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს. ძალიან ცოტაა ოპოზიცია პარლამენტში. ანუ ამ სტანდარტის პოლიტიკოსები გვყავდა. ისინი კი არა, ესე იგი, თვალმე ოპოზიციონერია, ყველა აგენტია, ყველა მტერია და ყველა ესე იგი გასაგდებია და ასე შემდეგ. იმ მაშინდელ მოვლენებზე, ან კონსტიტუციის მიღებაზე, ან ხელშეკრულებების დადებაზე, ან დამოუკიდებლობაზე და ასე შემდეგ. მოგისმენიათ რამე მსგავსი ამბები? ხო, ამიტომ რუსეთის მხრიდან რამე ამდაგვარი ნაბიჯი, რომ არ არის ფანტაზიის ნაყოფი, ამასაც ხედავთ, იმიტომ რომ პუტინს ჭირდება თავის მოსახლეობას რამე მოუტანოს, რამე წარმატება, სადმე რამე გამარჯვება. აგერ ჩვენ მეზობელი სომხეთი თავს აღწევს რუსეთის გავლენებს და რუსეთის კონტროლს მის მომავალზე, კარგავს აქ დასაყრდენს, აზერბაიჯანი სხვა თვალსაზრისით არის დაცული და თავის ის აქვს. ხო, და ახლა აფხაზეთი და ცხინვალი რუსებისთვის დიდი ხანია მიერთებულიც არის და შეერთებულიც არის და თავისად აღიქვამენ. ანუ ამით ვეღარაფერს შესძენს თავის პროპაგანდას. და ახლა თუ საქართველოსთან რამე ისეთ შეთანხმებას გააფორმებს, რომელიცაც პრაქტიკულად ეთქვის, რომ ხო, უკრაინაში წავიფორხიალე და ვერ მივახცე მიზას, რა, სამაგეროდ სადღაც სხვაგან რაღაცას ვაკეთებ. ეს არ არის სამწუხაროდ ფანტაზიის ნაყოფი. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვართ.
საკონსტიტუციო სარჩელზე აუცილებლად მინდა კითხოთ, რომელიც კოალიციამ თქვენ ლელო ძლიერი საქართველოს შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა და ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის დაბრუნებას ისახავს მიზნად და აქ ჩდება კითხვის ნიშნები, რომ რა მოლოდინი გაქვთ ამ პროცესისგან, ხო, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რა ტიპის ბრძოლაში შედიხართ აქ, რა საჩვენებთ, რა არის თქვენი მიზანი და თქვენი პარტიის მიზანი? იცით, მე პარალელს გავავლებ იმისთვის, რომ კაფეო იყოს. აი ხო, რა გინდათ სასამართლოში ხო უმრავლესობა ისინი არიან და ნუ მაინც რა ამითი რა ისინი უკან დაიხევენ. და ახლა მე რო თქვენთან არ ვიჯდე სტუდიაში და ამ ყველაფერზე არ ვსაუბრობ და რაზეც ვსაუბრობ, ამითი რა მე ძალიან დაშავდებოდა. ან რადგან აქ ვარ და ვსაუბრობთ, ხვალ ოცნება იტყვის, რომ უი რამდენამ შეგვშვილია და წავედით სახლშიო. ასე არ არის, ხო? ჩვენ ვთვლით, რომ ყოველ ცისმარე დღეს უნდა ვაკეთოთ სწორი საქმე, უნდა ვიბრძოლოთ ყველა ფრონტზე და თუ ასე ჩამოვთვალეთ, რომ ამას ვიღაცამს არჩევნებს აზრი არა აქვს. სასამართლოში წასვლას აზრი არა აქვს. ახლა პროტესტზე წასვლას აზრი არა აქვს, აბა სად არის შედეგი. ტელევიზიაში საუბარს აზრი არა აქვს. ხო, ეს არის კაპიტულაცია, რომლის მოსურნე, რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფალია და ეს ხელისუფლებაც არის. ეს ერთი. მეორე, რამდენი თემა და საკითხი ამოტივტივდება ხოლმე სახელმწიფო ცვლილების შემდეგ. და თუ ეს საკითხები თავის დროზე არ არის შესწავლილი, დოკუმენტირებული, თუ ვინმე დაიჩაგრა, თუ რამე არასწორი მოხდა, თუ ამის თაობაზე ნამუშევარი არ არის, იმის იმედად ყოფნა, რომ იცი რა, მოვა კარგი ხელისუფლება და ყველაფერს უცებ გაასწორებს, არასწორი ამბავია. და ძალიან მნიშვნელოვანი თემა ასევე. ჩვენ ორიენტირები უნდა გავასწოროთ. საზოგადოებაში ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის ბრძოლა, ვინც უცხოეთში არიან, ეს არის აუცილებელი ამბავი. ერთიან პოლიტიკურ ორგანიზმად კონსოლიდირებული ერი მხოლოდ მაშინ ყალიბდება, როდესაც ის, ვისაც დღეს ხმა შეუნარჩუნეს, იბრძვის იმისთვის, ვისაც ხმა წაართვეს. ეს დღეს მიიღწევა ორ თვეში თუ ორ წელიწადში, ეს უნდა გაგრძელდეს. ეს აუცილებელი თემაა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ამ კონკრეტული სარჩელით საარჩევნო გარემოს თემაზე კი არ ვლაპარაკობთ. სახელმწიფოებრივი ცხოვრების გარემოს თემაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ამ სარჩელით რომელიმე კონკრეტული არჩევნების თაობაზე კი არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ აი ამ კონსტიტუციაზე და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ფუნდამენტზე. აქ რომ წერია, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქენი ვართ ხელისუფლების წყარო და ხელისუფლება ხორციელდება არჩევნების გზით. ეს რას ნიშნავს? რომ ჩვენ მოქალაქეებს უნდა გქონდეს უფლება და საშუალება ეს ჩვენი უზენაესი უფლება და მოვალეობა განვახორციელოთ. აქ რომ წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს საქართველოს მოქალაქეს მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა. ეს რას ნიშნავს? რომ თუ ბერლინში ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე, მას სახელმწიფო მფარველობს, რას ნიშნავს? სწორედ იმას ნიშნავს, რომ სადაც ეს შესაძლებელია და საელჩოებში და საკონსულებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მას უნდა გქონდეს ხმის უფლება და საშუალება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესი. როდესაც ვამბობთ, რომ სუვერენიტეტი უნდა დავიცვათო და ახლა ხელისუფლებისთვის ეს სიტყვა ძალიან ისეთი მათ იქცა, ხო? ხშირად გვასწავლიან აქეთ, რომ აი სუვერენიტეტს ვიცავთ ემითი და ამით. და ეს სუვერენიტეტი ვის ხელში, ვის ეკუთვნის? ივანიშვილს და ოცნებას? ეს არის სახალხო სუვერენიტეტი. ანუ ხალხის უზენაესი უფლება მართოს საკუთარი ქვეყანა. ეს არის ღირებულებითი საკითხი. თუ ჩვენ აქ შევეგუებით რაღაცეებს, რომ ვიღაცა მეორეხარისხოვანია და არაუშავს უფლება ნუ ექნება. უცხოეთში მყოფები არ არიან სახელმწიფოდ განწყობილი და არაუშავს მათ აუგზავნოთ მონაწილეობა. იმიტომ რომ არ ვიცი საზოგადოება მიცვა, მაგრამ მაინც გავიმეოროთ. რაზეა საუბარი? დღემდე ყველა ჩატარებულ არჩევნებში საქართველოში. როდესაც არჩევნები ტარდებოდა, უცხოეთში ჩვენ საელჩოებში და საკონსულოებში, სადაც სხვა შორის კანონი მოქალაქეს ავალდებულებს, რომ აღრიცხვაზე ავიდეს თუ იქ ცხოვრობს. რომ ანუ სახელმწიფოს და მოქალაქეს შორის კავშირი და ბმა არ გაწყდეს. და იდგმებოდა ყუთები, მიმართებოდა არჩევნები. და ახლა მიიღეს კანონი, რომელიც ამბობს, რომ იქ აღარ ჩატარდება არჩევნები და ვისაც უნდა არჩევნებში მონაწილეობა, ჩამოვიდეს და აქ მისცეს ხმა. აი ამ ცინიკური დამოკიდებულების უკეთ წარმოსაჩენად, მოსახლეობისთვის უკეთ დასანახებლად და ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რიგა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამას აზრი აქვს თუ არა აქვს, ძალიან ხშირად ამოვდივართ იმიდან, რომ აი ჩვენ ვინც თანამოაზრეები ვართ, ეს ხო უკვე ვიცით და ეხლა ამის ან გამეორება, ან კანონპროექტად ქცევა, ან სასამართლოში წასვლა, ან გაპროტესტება, უკვე რაღაცა აქვს, ეს ხომ ვიცით.
ეს არის ძალიან ღრმა შეცდომა. ის ხალხი, ვინც ახლა ამაზე სხვაგვარად ფიქრობს, ან ეს არ აღელვებს, ამას ანგარიშს არ უწევს, იმ ადამიანებამდე ჩვენ უნდა მივიტანოთ ფაქტები, ამ ფაქტების ახსნა, დასაბუთება, არგუმენტაცია, ვინც ამ წუთის მდგომარეობით თulis, რომ ნუ მე რა მოხდა ხო უცხოეთში არიან და ნუ მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი ვალია, ჩემი როგორც მოქალაქის, ჩვენი როგორც პარტიის, რა ვიცი, ვინც აქტიურები ვართ საზოგადოებაში, რომ იმ ადამიანებს როგორმე ხმა მივაწვინოთ და ავუხსნათ, რომ ეს ფუნდამენტურად არასწორი საკითხია. ასე არ შეიძლება ჩვენ ქვეყანა ვაშენოთ. ამიტომ ეს ერთი მხრივ რიტორიკული კითხვა, რომ აბა რა აზრი აქვს სასამართლოში წასვლას, ან რა აზრი აქვს პარლამენტში შესვლას, ან რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას, ან ეს არის ძალიან სახიფათო ამბავი. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმ ადამიანებთან კომუნიკაციით და ურთიერთობით, ვინც უკვე გვეთანხმება. ვინც არ მეთანხმება, მე მარტო ხელისუფლებას კი არ ვებრძვი ამ სარჩელით. ხელისუფლებას კი არ ვეუბნები, რომ ეს რა ჩაიდინე. მე ჩემს თანამოქალაქეებს, რომლებიც ამ წუთის მდგომარეობით ამას საერთოდ ართულიან მნიშვნელოვნად, ან ამის გამო შეიძლება ტარს უკრავენ, მე მათ ველაპარაკები. აქედანაც, ქუჩაშიც, საკონსტიტუციო სარჩელითაც, ხვალ პარლამენტში კანონპროექტით და ასე შემდეგ. ეს სახელმწიფოებრივი ცხოვრების კომპლექსურობა და მრავალმხრივობა უნდა კარგად გავითავისოთ და ვისაც სად და რა შეგვიძლია ის უნდა ვაკეთოთ. მე თქვენზე უკეთ გადაცემას ვერ წავიყვან, მაგრამ შემიძლია რაღაცაში მოგეხმაროთ. ჩვენ იურისტები, გიორგი სიორიძე, თორნიკე ართმელიძე, სხვები, ვინც ამ სფეროში არიან, კი მუშაობდნენ დიდი ხანი. დაასაბუთეს და წაიღეს იქ და გაყვებიან ამ საქმეს. იმ სასამართლოში ბევრი სხვა საქმეცაა. იმ სასამართლოში არის მინიმუმ ერთი მოსამართლე, რომელიც წერს ხოლმე, ბევრი სხვებიც არიან, მაგრამ ერთი ყოველთვის არის, რომელიც ისეთივე მოსამართლეა როგორც სხვები. მისი განსხვავებული აზრია, რომელიც ასაბუთებს, რატოა ესა თუ ის სარჩელი სწორი თუ არასწორი. ახლახანს იყო აი ტროტუარზე დგომის თემაზე წინასწარ შეჩერებას რო ითხოვდნენ მოსარჩელეები. ამ მოსამართლის აზრი დღეს არის უმცირესობა. იყო დრო ამ ქვეყანაში, როცა საერთოდ ასეთი უმცირესობაც არ არსებობდა და იყო ასეთი კომუნისტური ცხოვრება. ახლა თუ ერთია, ხვალ ორი გახდება და თუ დღეს ერთმა არ მოიღო ხმა და იმ მოსამართლემ განსხვავებული აზრი რო დაწერა, ეს რჩება როგორც არგუმენტაცია, როგორც პოზიცია, რომელსაც ადამიანები კითხულობენ, ვისაც ეს ან აინტერესებს, ან ეხება. ამიტომ აზრი აქ კი არა, არც ერთი მიმართულება, არც ერთი ხერხი. სტრასბურგის სასამართლოს საერთოდ ცოტა ხანს შეიძლება აღარც აღიარონ. და ამის გამო იქ არ უნდა წავიდეს სარჩელები, ეს არჩევნებზე იქნება თუ ნებისმიერ სხვა რამეზე.